რაიმე რა დრო მოვიდა ეს არის ბაზრობანი და ეს არის რამე მე თუ რამე არსებობს ერთი პამინდორი და ვერ უნდა გავყიდო მთელი წლის განმავლობაში რას გაყიდი ქალო სად არის პამიდორი და გაყიდვა ჯანდაბა ამათ ეს რაც ხოლმე ისე ჩავარდა მუშაობა ისე ჩავარდა გაგიჟებული ვარ კაცო ამას წინათ შენ ბავშვს კარტოფილი ლარნახევრად მივყიდე შენ ბავშვს ლარნახევრად ამიყიდე კარტოფილი ლარად მაინ მიგეცა რას ლაპარაკო კაცო ლარად როგორ მიცედი ჩემი ქრისგან მიყიდე ლარად ხო უნდა დამჩეს რაღაცა თქვენად როგორ გავა მოდი გენაცვალე კარგი ყველი აბა ყველი კი არა გოგო კურიოზი გითხრა მოგიყვია ხა კაცინო მიდი გოგო იქნება გული მაინც გავიხალის ესე იგი რა ხდება ამას იმდგავარაქარა და ყველს ვყიდი და მე ვიდა ვინცხაური ბიჭი მე ვიდა და მაშინ თავეშე ბაწმე რაღაცას მაიმუნობენ ესენი თქვა და ერთი მეუბნება ესიო ძვირი არისო ყველზე მეუბნება რას ლაპარაკო ასე მე ხარი აბა იაფჭია თურაში არის ჩადი და ესე იგი დაწყდე სიცილით გორიალობე აკეთე ყველი გორიალობს აკეთე ბავშვები და თელი ბაზრობა მიზახო და რაინა გაკმაგული შენ გადაშენიო რა იმდენი ვიცინე და სულ შენ უნდა იდგე ბაზარში რომ აი სულ გვაცინო და სულ გვამყრიარო რომ მაგული აბა გოგო თუ არ გეიცინე და თუ არაფერი ხო მოგდები თელი ხახუში რას მოესწარი შეუბედურო გოგო ამას წინათ ეხლა ვიფიქრე გავყიდი მეთქი მსხას თქო ხო და არ შემიჭამეს ამ ბავშვებმა კაცო მე ვიფიქრე ვარს გავყიდი მეთქი ხო და აძვრნენ ხებზე რაც კი რამე იყო ვაშლის თუ გადამიჭამეს მართლა ხო რა ვქნა ეხლა ბავშვები არიან ხო ვერ დაუშლი რა დაუშლი ბავშვს არაა დაუშლი მე ვიფიქრე კაცო რომ კარტოფილს გავყიდი მეთქი რო ეცნენ ამბიცას ამოჭამეს რაც კი რამე იყო ბავშვია რა ვქნა ხო ვერ დაუშლია რა ჩემი ბავშვები ბაში არიან მიწინა და ამას რო კაცი არ იყიდის მოდი გენაცვალე მოდი კარგი ყველი გოგო ბავშვებზე გამახსენე ხა ნედა ჩემი ბავშვები რა არიან ახლა დამიდეკია გაიხანი მეიცა დაბრეკამიც მეიცა გევიდა ალო დინახი არიღებს აგადაცვინდნენ ნეტა ისა ჯანდაბაში არის ალო რა ვახარ დედა რა შვები ეს მამაშენის მამს კიდე ძროხები თუ მებიდნენ სახში რომელი კასანდრა თუ იზაურაი რომელი არ მე დედა კაი დედა თქვენაც იყავით კაი მერცო თუ რამე არსებობს ახლა ჩემი ბავშვები ასე უპატრონო თუ ნეყაროს დაწყნარდი კაციფთა ნახე სამნახე სასიფთა არაბინ არ მოსვლა მთელი დღის განმავლობაში ამოიღე მერე ხმა კაცო როზი ხარ მოდი გერაცვალე მოდი აბა იაფად პამიდორი ჭილიში არა პაციხიც არ უნდა შენი ბაზარი არაფერი გოგო ისე ქემა მენატრა ჩემი ლამაზი ჭიათურა ლამაზი რა იქ დამყოფი კი ვარ მაგრამ სილამაზის ვერაფერი ვერ შევატყვი დეინახი ახლა ღამე ხარ დამყოფი ღამე რა ჩანს კაცო ხო და რო არ ჩანს გოგო მაგას გეუბნები ულამაზესია ჩაროდი ერთი დღე გაჩერდი კაცო და მონებექარი არა გადატერილია ბაზარი მოდი ქათამი როგორ არა მაქვს ისეთი კარგი ქათამი მაქვს რაღის შენი გაფუჭებული ქათამი 10 ლარი გაფუჭებული ხარ შენ კაცო მოშოდი ხარ აღას იყო დაუკვირდია ხო შენ გაფუჭებული ხარ შენ სიყო დაუკვირდი გასიებული კიდე 10 ლარი ის გინდა წერე თუ არ და მოშოდი ახლა კიდე ნერვები მაქვს დაწყვეტა ხუთად არ მომცემ ხუთად მოგცემ გენაცვალე მაგრამ ფასია თვითონ ისეთი შეურაცხყოფელი ქათამი არ გამოყვება არ მინდა ხა იუმორები და რაცხეები პამიდორი სადოურია პამიდორი არის ჩემი სოფლის მე თვითონ მოვიყვანე გენაცვალე გეფიცები აი გასინჯე კი ბატონო ქალო თურქული მარკები აქვს მიკრული და რანაირად არის შენი პამიდორი სოფლის ვისატყუებ შენ მაქვს თურქეთში მაქვს კაცო სოფელი სადანა ქვემო იზმირში შენ რა გითხარი შენ უნდა მომატყუა ქალო მე ნახევარ საქართველოს ვასმე ლობიოს ნახარს ყავა არ ითხოვს ეს საბოშო ჩამოდია შენ მომატყუებ მე გადი ქალო ეხლა
ყველა გადი ეხა თორე დაგიშინე ეს ხალხის ფოჩები ხალხის ფოჩები ხორცი თუ გაქვს მითხარი ხორცი არ ახარ შემყიდველი გადი თორე თუ შემოგახვი ეგ ხორცი ისე საფოლის ხორცი გაქვს ხო ხალო გეკითხები ვარ მოუსული ვარ კლიენტი ახლა და პატივი მეცი თუ ხარ მყიდველი მყიდველი ვარ თქო ხალო გეუნები ხორცი მინდა თქო საფოლის თქო ტყუილად არ გამახსნებინო ეხლა სეიფის კოდი ხარ მყიდველი ბოროგერ გეკითხები ახლა და ხორცი აქ მაქვს ხო მიდი იცი რაღის და ჯერ გამომართვი და მერე არის კაი ხორცი შენსავით ქონიანი ხორცი არის კარგი ხორცია და ქონიანი გათახსენებული ხარ შენ რაღის თქო ხალო ჯერ ხორცი რა მამია ხალო 22 ლარი გაიტრი ეხლა რა ვალიგა ჩემზე კიდე გამდიდრდა გადი გაიტრი ეხლა გადაკარი ეს გაკუჭებული ხახვი რაღის რაგებში რაღაცა გიყურებ და ატრობებული ხანამე რეგინა რა სიკვდილიგინა გამაგები ვინ არის ხალო ატრობებული შენ საერთოდ დიდხარი რამე არა გოგო უკანი ხახვია წკეფი ბავშვი რა იმადლი ის უნდა გაუხანო ხალო რა უნდა გამომიქრო უღური ამას დაიეხლა ჩემი ქმრითი და ჩემი ქმრითი და მე დავდიხარ უზიდესო უღური ამას რვალია ლარზე თუთუნ წავა იქ 30 ლარს მიხრი ამის პრევა მაგდა კიდე ხანა სიკვდილი მაგას შენ კიდე რა იყო ხალო ამოიღეთ მიხარ შენ ადმოდი გამო შეშობადაღო ფეხი არ მოდი მოვიდა რა გახმირეს ბიჭო ბაზარში ხარ რა შობელდაღლი ეს გადააგი ფეხი დროზე მოვიდა კაცო კალო რა ფხელაზე გადააგი ფეხი შეშობელდაღლი შენ ხახი იგურება სიცხული კალო ცოტა ნორმალურად იქ შეშობელდაღლი შენ რა გაყვირე შობელდაღლი ეს ხო გამორთე ინტერნეტის სახში არ გადამიბუგო სახლი ინტერნეტი ხო გამორთე გამოვჩი აბა რა ვქენი დააგარ მაცივარი დაკეტე ხო აბა რას ვიზავდი ახლა და აჰა სახში ვერავინ არ შევა შობელდაღლი ესა მიდი ეხლა არჩი რაღაცები იყიდე ახლა არ გადამიბუგო ხარ სიცხვილია სიცხვილია ეხლა არის სიცხვილი ხო აი მე რა ვიყიდო ახლა სადილისთვის რავი რაღაცა იყიდე რაც გინდა რა ვიცი იყიდე აი ისი რას ვიზავ ქათამს ვიყიდი და გავაკეთებ კაი შობელდაღლი რა ქათამს იყიდი ხალო რა ქათამს იყიდი ხო რა გაგიდი შენ მაიონეზის განოდება არ გადამიხდი ჯერ რა ქათამს იყიდი რაღაცა კიდე ბაბიტო იყიდე სალადი ჩანკარი გოჩას უყურს ხო იცი გამე აი დაწნარდი კიდე რა გჭირს რა გაყვირებ დაწნარდი კიდე პამიდორს ვიყიდე იყიდე ბიდი კიდე პამიდორი იყიდე ხო კარგი უკაცრავად კიტრი რა მოდი გენაცვალე მოდი აბა რომელი შუშა კიტრი აი ხო აი ეს კიტრი რა ღირს 5 ლარს წაიღე 5 ლარი პამიდორი რა ღირს პამიდორს გაგატანე 6-ად შენ სავით ქორფა ისეთი კარგი პამიდორია კარგით ამიტომ 1 კილო კიტრი მოვეცეთ 1 კილო ერთი შეშობელდაღლი ზერო გაგურდებით კალბატონო გამყიდულო ჩემ ცულს გავხართ რა შეცოს რაზე ვგავარ ვერ გავიგე ხოც კაი შობელდაღლი ხარ რა იაფაცები ხარ რა მე ვარ შობელდაღლი ხო გადიე მიდი გადააგი მიდი შეშობელდაღლი რაღაცა იქ აი ავიღოთ ახლა რა უნდა იყო მიდი გადააგი ხელფასი ავიღე გრანტი კი არ ავიღე კაცო მიდი გადააგი გათახსენებ ეს არის ცხოვრება ვაი რას მოვესწარი გამარჯობა შვილო გამარჯობა აი, ამ თავრობას რა უთხარი მე? თქვენარი ხალხი უნდა იქეს ახლა ბაზარში და უნდა კიდიდეს ამას? ვაი, შენ გენაცვალე, შენ ეს უნდა მოსწოები ესენი. აბა უნდა დაწუნებული ვარ ორი დიპლომის სახში გაკეთებად ახლა. კი ბატონო. ინტელიგენტი ხალხი უნდა მოსწოები. თქვენ გაიხარეთ. მომიჯერი ყოლი. თქვენ გაიხარეთ, ბატონო. ვიტო ნაციონალები წედრი. ესენი ვინ მომიდა? ვინ მოვიდნენ? ხო. გაბუჭებულები, გაბუჭებულები. კი ბატონო. უნდა მოსწოები. არის ხება ეხლა როგორი ოჯახის შვილი არის ვაი შენ გაიხარ რა კაი ადამიანი არის რა კაი შვილი არის დედამისმა რადგან ბოლში გავზარდეო და შვილი მყავს აქ დაგაყენეთ ასეთი ინტელიგენცია თქვენ გაიხარეთ გენაცვალე თქვენ გაიხარეთ უმარილოსაც გაგატანთ აგენ გასინჯეთ ბატონო გასინჯეთ ხორცი იქით არის იქით არის კი ბატონო ასეთი ხალხი უნდა ყიდიდეთ ხორს ჭირიან თავრობას რა ღირს ეს ამიტომ ერთი ორი კილო მართლა კაი შვილი კი ამას კაი სკელი ხომიდა და კიდეთ არ გინდათ არ გვინდა გენაცვლი აბა სკელი ხომიდა ჩამოდი ხალორი დაკოლიკო მოვადია მე იცი მობძანდით
მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქართული აგრარული რენესანსის მუზეუმში. აი ეს გახლავთ მაგალითად უნიკალური ექსპონატი, ეს არის ყველი, ამას სხვათა შორის ჩვენი წინაპრები იყენებდნენ საკვებად. მოკლედ, აი ეს ძალიან ძვირფასი ექსპონატები, ეს გახლავთ პომიდორი, ასევე საკვები, კარტოფილი, კიტრი, ყაბაკი, სხვათა შორის შეგიძლიათ ფოტოები გადაუღოთ, მაგრამ თუ შეიძლება ხელით არ შეეხოთ, არ დააზიანოთ. ეს არის ძალიან ძვირფასი ექსპონატები, ეს ასე კარგით, გასაგებია და მოკლედ ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ იქით დარბაზში, სადაც ნახავთ უნიკალურ შეუფასებელ ექსპონატებს, ეს არის ხორცი და ხორცპროდუქტები. თუ შეიძლება მობრძანეთ, თქვენ თვალებს ვერ დაუჯერებთ თუ როგორი ძვირფასი ექსპონატებია. მობრძანეთ. ესე იგი, რა მინდოდა? გამარჯობა დიოგოებო. რა მინდოდა ბოშმა დამაბარა კატუშონიანის დედა კი უყიდე. ეს რა მიუწერია? ტანგო ტროსიკიო თუ რა. ტანგო გაგიხმადა ლამბანდა შე. ეს რა მინდა თუ იცი? კი ბატონო. ვულგარული წიწაკა თუ გაქვს თქვენ? გაქვს როგორ? ბულგარული, ხო ბულგარული არის. ხო, აბა რა ვთქვი? კი, გვაქვს ბულგარული. ვულგარული წიწაკა გაქვს, ესე კიდე მინდა. რეჰანა მინდა. რეჰანი. ის მინდა, მწვავე კიტრი მინდა. კი ბატონო. ხო და ის თუ გაქვს თქვენ წინწიბურა. ციციბურა არა. ციციბურა იქეთ ხო. კი ბატონო. აი, მაშინ ვიყიდი 1 კილოვატ წინწიბურას და მოვალ აქ, გენაცვალე. ხო, კიდე რა მინდოდა ეს გარგლის ჩამიჩუმი თუ გაქვს თქვენ? გარგლის ჩამიჩუმი, გარგლის ჩირი? ხო, ჩირი. აბა, რა ვთქვი? არა, გარგლის ჩირი არა გვაქვს, კაცო, დაგვანებთ. აი, იქეთ ვიკითხო, მაშინ. აი, გეცვალ დროები გამიწონეთ. აი ამ პროფილკაბია. აი მე ხალხო მიშველეთ. არიქა რა დემართა. მიშველეთ ხალხო. რა ამბავია? კაი ეს კაცი არა, ეღარო იყო, კეთილი ო, კაცი. მაგრამ რა დემართა, რა ვარი დედიშვილი. რა მო? გოჭი გამეცა ხალხო. უი, დედა, რას ლაპარაკობ, კაცო, გოჭის გაქცევა იქნებოდა. რამდენი კილოიანი? ეცა დიდი გოჭი. ამდენი ხანია მოუზევდა. ვერ დავიჭირე. რამდენი კილოიანი? ასე ბურვაკი იყო 50 კილოიანი, აბე შეიძლება ხალხო. უიმე დაღუპულა. 50 კილოიანი ბურვაკის გაქცევა იქ საიწავიდა, კაცო. იქით გაიქნა თუ დაიჭირეთ. ჭანდაბას იყოს თქვენი თუ დაიჭერთ თქვენი იყოს ოღონდ. რა იყო? დაიჭირეთ. დაგაში საით გაიცა, ზუსტად რა იქით გაიცა. იქი წავიდა ხალბატონო. იქი აკე დურაკი არის გაქცეულიო თქვენი ინტელიგენტები თუ განამარჩენ. თქვენ განაცვალეთ, იქით გოჭი იქნება, მაკედა იქნება. ვაი, თქვენს პატრონ, თქვენსაც გოჭი არა ყვახირო. ო, უტილა, ყვატირა.